აჭარის ჯანდაცვის მინისტრი გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის წარმომადგენლებს შეხვდა. ზაალ მიქელაძემ დელეგატებს რეგიონის ჯანდაცვის სისტემა და სამინისტროს პრიორიტეტები გააცნო. ასევე უპასუხა მათ შეკითხვებსაც. ასამბლეის მიზანი ახალგაზრდების როლის გაზრდა გლობალური მიზნების განხორციელებაში და იმ ძირითად 17 გამოწვევაზე მსჯელობაა, რომლის წინაშე დგას მსოფლიო. განათლება, ეკოლოგია, ჯანდაცვა, სიღარიბის დაძლევა. დელეგატები 2 დღის განმავლობაში სხვადასხვა თემაზე გამართულ სესიებსა და დებატებში ღებულობენ მონაწილეობას. გაეროს მოდელირებული ასამბლეა საქართველოში მესამედ ბათუმში კი მეორედ არასამთავრობო ორგანიზაციის მრავალეროვანი საქართველოს დემოკრატიული ღირებულების განმტკიცებისთვის ორგანიზებით ტარდება. მასში 600-მდე დელეგატი მონაწილეობს. გამოთქვეს სურვილი ახალგაზრდებმა, რომ გაცნობოდნენ სამინისტროების და მათ შორის ჯანდაცვა სოციალური მიმართულების სამინისტროს პროგრამებს, ჩვენს ხედვებს რიგ საკითხებთან დაკავშირებით და ჩვენი საზოგადოების ფარგლებში ვესაუბრეთ ამ თემაზე და უხსენით სწორედ ჩვენი დამოკიდებულება იმ მიზნებისადმი, რაც ამ სტრატეგიულ გეგმაშია დასახული. მე ვარ გაეროს ახალგაზრდული ასამბლეის ერთ-ერთი თანაშემწე და დღეს ჩვენ შეხვედრა ჰქონდა ჯანდაცვის სამინისტროში, ბატონ ზაალთან ჰქონდა კითხვა-პასუხის რეჟიმში და ბატონმა ზაალმა ამომწურავად გაგვცა პასუხი, დელეგატები კმაყოფილები არიან. ჩვენი თაობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ჯანდაცვის სამინისტრო და აჭარაში მდებარე სხვა სამინისტროები სტიმულს აძლევენ ბავშვებს, რომ მიიყვნენ მეტად ინფორმირებული და განვითარებულები.